კვირას 14 აპრილს უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ ჩიოსთან, წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად ყოლა წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მწყემსთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა და წმინდა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გაამახვილა ყურადღება. ქადაგების დასრულების შემდეგ კი დეკანოზი ნოდარ ქათამაძე მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ასევე დალოცა თბილისის 47 და რუსთავის მე-17 სკოლის მოსწავლეები. სახელით ამამისათა, გაზისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან დარჩა ორი კვირა და ჩვენ ზეიმით შევხვდებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. დღევანდელი კვირა არის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება თქვენ იცით, ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით განიწმინდა და დაემსგავსა ანგელოს. იმდენად მაღალი იყო მისი სულიერი ცხოვრება, რომ ის იორდანეს მდინარეზე ფეხით გადადიოდა, როგორც დედამიწაზე. ჩვენ შევთხოვთ წმინდა მარიამ ეგვიპტელს, რომ მოგცეს მშვიდობა, მოთმინება. ჩვენ ცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, რომ ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს. დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული ხსენება ქართული ენისა. იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ როცა საშიშროება ელოდება ჩვენს ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გჭირდება. ღმერთმა მოგცეს ერთი სული და ერთი გული. სამწუხაროდ ხდება, რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ჩვენთან არის ღმერთი. დღეს ვაჯილდოვებთ დეკანოს ნოდარ ქათამაძეს მიტრის ტარების უფლებით, აქციოს. დღეს ილოცება ქალაქ თბილისის 47 სკოლა. ასევე ილოცებიან რუსთავის მე-17 სკოლის ჩოხოსნები.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და მშვიდობა მოგცეთ. დალოცვილი და გახარებული იყავით. შემდეგი კვირა იერუსალიმში ზეიმით შესვლის კვირა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და საქართველოს მფარველი. ჩვენთან არს ღმერთი.